გაცემენ, გაუპატიურებენ რაღაცა, რომ შენ იმ საქციელებს შეეშვა. ანუ გადმოგაკეთონ ისე როგორც იმათ აწყობთ, გამიგე? თორე ისე ძმაო, გინდა ინტერნეტში და გინდა სამყაროში არც პედოფილები და არც კვლელები არ მოწონთ და არც ძალიან გაწმინდავებული და ნეტარი ხალხიც არ მოწონთ. მოწონთ და რაღაცა აი მისტერ ბისტი აიღე YouTube-ზე რო არის. შუა დონის ხალხი და რაღაც შუა განწყობის და ნელთბილი ხალხი რა. ფული, საჭმელი, სექსი, ძალაუფლება და მასეთ სისულელეები რა. ჩემთვის სისულელეა რა მნიშვნელობა აქვს ახლა. რა და ხოდა დამეკარგა საერთოდ რაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ შევალ იმ განწყობაში და გავიხსენებ რა. ესე იგი, ესე გადმოგაკეთონ შუა დონის ხალხი არ უყვართ მე თავისუფლებისკენ მიისწრაფვის ადამიანი. ხოდა თავისუფალი რო ხარ და რაღაცა თავისუფლება რო გინდა კიდე ცოლქმრობაზე, ხო? ცოლქმრობაზე ვლაპარაკობ. ცოლქმრობა უკვე თავისუფლების შეზღუდვა ღვთის და სულიწმინდის გმობა არის ჩემთვის. რო გეუბნებიან შენ არ ეკუთვნი ამას და ეკუთვნი ამას. შენ არ ეკუთვნი ამას და ეკუთვნი ამას. არაფერს არავინ არ ეკუთვნის. ყველა არის სამყარო და ყველა არის ღმერთი და ყველა არის ყველაფერი. გამიგე? არავინ თავისუფლება და სული და სულიწმინდა არავინ ერთი წამითაც არ უნდა დაკარგოს. აგერ ოშოს ვახსენე და ოშოზე უთხარი რომ რა მაგაც ნათქვამი მეთქი. ისე კი რაღაცები არ მომწონს, დედაც შემიგინებია კიდე იესოზე და მარიამზე ისეთ გაუღადავია და რაღაცა. მაგის დედა შევეცი მაგ სიტყვებისთვის კაცო, მაგრამ სხვა მომენტში როგორც ბუდა იტყო და შენ ახლა ვინც ხარო და რაღაც მშვენიერი ხარ და მიყვარხარო. კი ბატონო, იმენა მასე. ყველა ცვალებადები ვარ და ესე არის ცხოვრება რა და. ხოდა რას ვამბობდი რომ ხო ოშოზე ისწავლეთ მედიტაცია ყველგან ყველასთან და ყოველთვის. და მედიტაცია ახლა მედიტაცია არის, ცალგემცნება არის და რაღაცა. მაგრამ მეც იგივეს გამიმეორებდი და ასე გადმოვთარგმნიდი და იმ სიტყვებს ისწავლეთ, შეინარჩუნეთ თქვენი სული, თქვენი თავისუფლება, თქვენი ჭეშმარიტება, თქვენი ცხოვრება, თქვენი გზა ყველგან ყველასთან და ყოველთვის. ანუ პირველ რიგში მოერიდეთ და პირველ რიგში ერიდეთ და პირველ რიგში გეშინოდეთ და პირველ რიგში არ გინდოდეთ, გეშინოდეთ და არ გინდოდეთ და რაღაცა ბუნებრიობას კიდე ეწინააღმდეგება, მაგრამ სულის დაკარგვა, თქვენი პიროვნულობის, თქვენი დაკარგვა. ხოდა ცოლქმრობაზე რომ მეუბნებიან ეს ადამიანები და რაღაცა როგორ ადამიანო, რანაირად უნდა გეშინოდეს შენ რაიმეს დაკარგვის, როცა არაფერი არ გეკუთვნის და შენ ხარ ღმერთი და სამყარო სულიწმინდა მამა, ძე, რავი, ყველაფერი რო ჩამოთვალო, მასეთი სიწმინდეები და მასეთი ლამაზი რაღაცები, ბავშვები. როგორ ეს ხელი დამეღალა იმენა რა? როგორ უნდა ეკუთვნოდე რამეს და ვინმეს? ხო, ხო გითხარით რომ სულიწმინდის გმობაა მეთქი და ღმერთის გმობაა ეგ რაღაცა. ხოდა შენ თუ ის გიყვარს, შენ ელემენტარული ისეთ წვრილმანზე და შენ რო არ გეკუთვნის, იმას არ ეკუთვნი და უბრალოდ რომ გიყვარს, როგორ არ შეგიძლია ის მიიღო, რომ იმას ან ვინმე სულიერად უფრო შეუყვარდეს, გაუგოს, ან ვინმესთან დაწვეს და სექსი ქონდეს, გინდა კაცი იყოს, გინდა ქალი იყოს, გინდა ტრანსგენდერი იყოს. არ მიყვარს საერთოდ ეგეთი სიმახინჯეები, როგორც ჰომოსექსუალობა, ლესბოსელობა და ტრანსგენდერობა და მთელი LGBT და რაღაც მასეთი რაღაცები არის. მაგრამ ფროიდი როგორც იტყოდა ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას და რაღაცა განაპირობებს ცხოვრების პირობები და რაღაცა, როგორც ის პონტი არის, რომ ის რო იქ დარგო, ის ყვავილი და სხვაგან რო დარგო, აი ჯვარცმა გამოჩნდა. ხოდა როგორც ის დარგო და რაღაც სხვანაირად გაიზრდება და რაღაც ეგრე არის ძმაო, ის სექსი რა არის? სექსი არის ხორციელი რაღაცა. ანუ ჩემთვის ძმაო, ქალთან დაწოლა просто უფრო ზოგი ლამაზია, ზოგი მახინჯია, მაგრამ ერთ იმაში გავიყვან მე ამას. ქალთან დაწოლა, კაცთან დაწოლა, ტრანსგენდერთან დაწოლა, თუ ძრევა და შენით დაკმაყოფილება, მაგის ერთი და იგივე რაღაცები არის რა. ეგრევე ვიტყვი. მაგრამ სიყვარულით თუ მოიტან სიყვარული მაგას და უკვე იქ თუ შენი თესლი იმის საშოში შევა და იმ სიყვარულის ნაყოფი ბავშვი გაჩნდება, ეგ უკვე სულ სხვა თემა არის და ეგ სიწმინდე არის საერთოდ და ეგ არის ბუნებრიობა.
ხო და ბიჭო, როგორ უნდა დაგწყდეს გული და როგორ უნდა შეგეხოს ისეთი რამე, როგორიც შენი საყვარელი ადამიანის სხვასთან დაწოლა ან სხვისი შეყვარება არის. ეგ არის უბრალოდ შენი სურვილი, შენი არათავისუფლება და შენი სამყაროსი ვერ გაგება და არა სიყვარული. რო ანუ იმისგან უკვე რაღაცა გინდა, რაღაცაზე ხარ მიჯაჭვული, გამიგე? და რაღაცას იმისგან ელოდები. გინდაც ერთგულებას. ერთგულება არ არსებობს. იესო ეგრევე გეუბნება, რომ არ იყოთ ერთგულები, არაფრისიო და არავისიო. რო დაუძახებენ და მოიტა 2 წუთი გამოიხედეო დედა შენი და შენი ძმები გელოდებიან. აგერ დედა ჩემი და აგერ ჩემი ძმებიო რა. ვინც მისმენენ, ვინც მელაპარაკებიან, ვისაც უყვარ ვარ და ვისთან ერთადაც ეხლა ვარ. არც დედა არის, არც მამა არის, არც არანაირი ერთგულება არ არის, არავის არაფერი არ გააჩნია. ეგ არის და ეგ. ანუ როგორ არ შეიძლება გაუგო ის აუხსენი, როგორ ღალატი და ესეთი რაღაცები. ღალატი არაფერი არ არსებობს, ღალატი, იმიტომ რომ არ არსებობს მიჯაჭვულობა ჩემ გაგებაში. და აქ ჩემ რო ვამბობ, არც მე ვარ, არც ვასილ გორგიაშვილი არსებობს. და არც ეს ბიჭი არსებობს, რომელსაც ეს სათვალე უკეთია, ეს თმა, ეს წვერია, ჟილეტი, რაღაცები, დახეული ჯინსები აცვია და რაღაც. კიდე ერთხელ ვიტყვი და რაღაცა, რომ მე ვარ მამა ღმერთი. მე ვარ მთელი სამყარო, მე ვარ სულიწმინდა და მე ვარ ყველაფერი. გამიგე? არაფერი არ არსებობს. და ვისაც ყურნი აქვს სმენად ისმინოს და ვისაც თვალნი აქვს ხედვად მიიღოს და ვისაც სული აქვს კიდე ჩაწვდეს და გაიგოს. და ამას დავამთავრებ რა, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. მე მგონი მაგარი ცეცხლოვანი და ისეთი სიტყვებიც გითხარით რა. აბა შვიდობით. არით იშება ეს ის ტელეფონია დღეს რო ვიყიდე ასლა და ეკრანი გაფუჭებული აქვს და